რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებთ? მასწავლებელი. მასწავლებლად, რატომ? რავი, არ მიყვარს მასწავლებელი. ეხლა სხვისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ჩემთვის არა, იმიტომ რომ სისტემას ემორჩილებიან, მე კიდე სისტემას არ ვიმორჩილები და ამიტომ რა. რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? მე დრაივზე არ ვიმუშაობდი. დრაივზე? ო. რატომ? ვიღაცა მოვა და უნდა მაცემინოს თავი. რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? გავიდა. რას ფიქრობ? მე არ ვიცი. აი, წავოდი. ყველაზე ცუდი პროფესია, სადაც სადაში. თქვენი აზრით? სპეციალურად ჯერ. ვიცი, მადლობა. რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? მიმუშავე, მაგრამ აღარ ვიმუშავებდი. მაგალითად, სად? ლომბარდში მაგალითად. ლომბარდში? აი ეგეთ ადგილებში რა, ან დრაივზე და ეგეთ ადგილებში, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ხალხი დადის. ხო. კი. რა ვიცი, ხამის მენა იყავით? კი, 24 საათი. ვაიმე, მომავალში ისე რას აპირებთ, რა გინდათ უფრო, აი სად იმუშავებთ? ტურისტული განხრით ვსწავლობ უნივერსიტეტში და ალბათ მანდ ვიმუშავებ, კი. რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? სადაც რავი, ალბათ მაკდონალდში. მაკდონალდში? რავი, და ქალი მყავდა, რომელიც მუშაობდა და ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს, რომ მართლა? ხო, ანუ რომ ბევრი ხალხი არის და ძნელია რა. და თან ხელფასებს ასე ვთქვათ. ალბათ მეც მაკდონალდს, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს სუნი რომ ამდეს რა, საჭმლის. საჭმლის სუნივა. და რას ურჩევდით მაშინ იმათ, ვინც მაკდონალდში მუშაობს? გამოიქცნენ თუ? წამოვიდნენ ალბათ. შეიცვალა. მადლობა ძალიან დიდი და სად იმუშავებდით მაშინ? მე ვაპირებ დიზაინერად. ვაუ, თქვენ? მე ალბათ ან დიზაინერი ან კიდე უფრო რავი, სამხატვრო ჩაბარებას ვაპირებ, მაგრამ მე უკვე ავარჩევ პროფესიას, ჯერ არ ამირჩევია. გამარჯობა. რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? ყველაზე ცუდი პროფესია რავი, ალბათ სწრაფმკვებაში. სწრაფმკვებაში რატომ? იმიტომ რომ სწრაფი მუშაობა გიწევს და არ გიხდიან ბევრს და რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? დიასახლისი. არასოდეს ალბათ დამლაგებლად. რატომ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შრომობენ, საკმარის განაზღაურება არ აქვს. და ჩემი აზრით დაუფასებელი პროფესიაც არის ეგ. ასევე მედიცინა. მედიცინა აქ დაუფასებელია და არ ვიმუშავებ. მე სამედიცინოზე ვსწავლობ და ჩემი აზრით ქირურგობა. რატომ? რავი, ძნელია ძალიან, მაგრამ ქირურგი მინდა რომ გავხდე. აი ექიმები მზაბავს მე პირადად და საავადმყოფოები არ მიყვარს. ვაიმე, თქვენ სტომატოლოგი? მგონია რომ ცოტა უინტერესო პროფესია ჩემი აზრით. უინტერესო და თქვენ რა განხრა უფრო მოგწონთ მაშინ? სამედიცინო? სამედიცინოს თუ ჩავთვლით ქირურგია უფრო მიმოწონს. ქირურგია? სტომატოლოგი. რომელია ყველაზე ცუდი პროფესია საქართველოში, სადაც არასოდეს იმუშავებდით? ნებისმიერი პროფესია არის ვარგისი, რატო იცით? გლეხი რო გლეხია, ის თავის საქმეში პროფესორია, ხალხო. პროფესორია, თავის აი უნდა იცოდეს კარგად თავის საქმე.